ამბოხი გიორგი რუსისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. შევიტყვე ამბავი. მაცნე ამტკიცებდა, გაძევებული გიორგი რუსი აპირებს ამბოხსაო. მაფრთხილებდა, თავადთა ნაწილი მიემხრობა. მათგან პირობა მიუღიაო. თავიდან მეგონა გიორგი ვერ გაბედავდა ამბოხსა. ვერ ექნებოდა იმედი ქართველთა მხედრობისა. ამირსპასალარი მარწმუნებდა გაძევებული კაცის ქადილია. ვერავინ გაბედავს მიემხროს იური რუსსაო. თუ გაბედა მეფის სახელით საკადრისად დაისჯებაო. გიორგი რუსის მომხრე თავადებს საკმარისი ძალა ვერ ექნებათ, ამბოხი დაიწყონო. თუ გაბედავს ამბოხსა მხედრობის დაქირავება მოუწევსო. მეფის მხედრობა ძლევამოსილია ვერაფერს გახდებაო. ვიცოდი გიორგი გაიძვერა იყო. გავაძევე დიდი ცხენითა არ ვაკადრე დამცრობა ვითა მეფის ქმარსა. მეგონა გაეცლებოდა, უკან მობრუნებას არ იკადრებდა. სულდა ქართველთა მხედრობასა, თურმე სარდალნი მეფის ხათრით ითმენდნენ თავგასულობასა, მისივე უზნეოს აქციელსა. თურმე მხედრობა გეგმავდა ამბოხსა. მეგონა ვერ იტანდნენ კაცსა უცხო ტომისა. მისივე მოშრუნეთა ხრიკები მეგონა. ჩუმად დავადგინე, ამბავი გიორგი რუსის უზნეობისა მართალი გამოდგა. გავუმხილე შოთასა. მერე ეპისკოპოსსა. მოვითხოვე გაძევება. გაუგია, რუსუდანმა მიუტანა ამბავი მეფესაო. თურმე დაემუქრა, არ დაგინდობო. თურმე ხელსაყრელ დროს ეძებდა. ეგონა რუსუდანსა ვერ გაბედავსო. მარტო დაიგულა მთვრალმა. მოკლა დაუპირა. ძლივს დაუღწევია თავი ჩემივე დასა. დილამდე ეკლესიას დამალულა. თურმე დილამდე ეძებდა ქალსა. უდელმა მოახერხა გადარჩენა რუსუდანისა. მერე მიამბო რუსუდანმა. ვიხმე ეპისკოპოსი ვეზირნი. ვუბრძანე მხედრობასა, დღეიდან გიორგი მეფის სპასალარი ვერ იქნება, ნურვინ დაემორჩილება მის ბრძანებასა თქო. მესამე დღეს უპოვია მხედრობასა გალეშილი. ამცნეს ბრძანება მეფისა. თურმე უთქვია, მეფესთან მისვლის უფლება მომეცითო. უთქვიათ მეფემ შენივე გაძევება ბრძანაო. თუ ბრძანებას დაემორჩილები მეფის საკადრისი ცხენი გერგებაო. თუ არა ბრძანა შეგიპყრათო. დაგინდო მეფემა ვითა ქმარი, დამცრობა არ გაკადრა. დღეიდან მეფის ქმარი არ გქვიაო. თავიდან არ იკადრა, თუ გამიბედავთ, განანებთო. მერე მიმხვდარა, სხვა გზა არ მქონიაო, მხედრობა მეფის ბრძანებას შეასრულებსო. უკადრია დამორჩილება. მხედრობამ მიაცილა გემსა. გადასცა ცხენი მეფისა. უთხრეს დანაბარები მეფისა. უკან დაბრუნდები, მოწყალების იმედი ნუ გექნებაო. გიორგი მისულა კონსტანტინოპოლსა, უთქვია ქართველთა ხელმწიფის ქმარი ვარ. მინდა საკადრისად მომექცეთო. მერე მივიდა მაცნე მეფისა. მიიტანა ამბავი კონსტანტინოპოლსა, მეფე თამარმა გააძევა, უკან დაბრუნება აუკრძალაო. გიორგი დარჩენილა ბიზანტიასა. იქიდან დაუწყია მზადება ამბოხისა. ცოდნია მეფის მოძულე ვერაგის რახვანი. თურმე ჩუმად აგზავნიდა თავის კაცებსა. ვიცი დაკარგეთ თქვენივე ციხენი. მინდა მეფე თამარი გავაძევო. მხედრობა მე მემხრობა. თქვენ ხარჯი გაიღეთო. თქვენივე ციხენი დაგიბრუნდებაც, მერე ხაზინა გაიღებს თქვენივე ხარჯსაო. მეფეს დარბაზი აირჩევსო. ყუთლუ არსლანმა, უბასარი, პირობა მომცა. თამარის მერე მე ვიქნები ქართველთა მეფეო. რუსთა მეფის მემკვიდრე მე ვარო. თურმე გიორგიმ შეძლო დარწმუნება ურჩი თავადებისა. სოსლანის შერთვიდან 8 ეთვეს 1190 აპრილი, გიორგი რუსი ჩუმად მოსულა იმიერ ტაოსა. თურმე იქვე დახვედრიან მისი მომხრე თავადები. ლიპარიტის მომხრე დასავლეთის მეამბოხე თავადებმა მოარბიეს ჯავახეთი. თურმე ლიპარიტმა ითავა მორბევაში და ქართლისა. მოვუხმე მეფის ერთგულთა მხედრობასა. ამირსპასალარმა გამრეკელი უსარდლა მხედრობასა. უბრძანა ტაოს დახვედრო და გიორგი რუსსა. სოსლანი თავისი მხედრობით მივიდა დასავლეთსა. დაიკავა ციხენი. მერე მივიდა ჯავახეთსა. დაამარცხა ლიპარიტის მომხრენი. მერე არსიანით მივიდა ტაოსა. მიეშველა გამრეკელის მხედრობასა. დაამარცხეს მეამბოხენი. გიორგი რუსმა გაქცევით უშველა თავსა. ამბოხი გაგრძელდა 9 თვესა. მოვიდნენ ურჩი თავადები მეფისა. მოვერიდე დასჯასა, ვეცადე შემორიგებასა. იმათგან ბევრმა უერთგულა მეფესა. ბევრმა თავი ისახელა შამქორსა ბასიანსა. ლიპარიტმა ვერ მოშალა ვერაგის რახვანი. მისივე ვერაგობამ გადაიყოლა ლიპარიტი, მისივე ძერათი. ბოლომდე ვეცადე შემორიგებასა. არ დაიშალა. ვერაგობამ გადაიყოლა მისივე საერისთავო.
თავიდანვე უარი ვთქვი სასტიკად დამესაჯა მე ამბოხენი, ასევე სხვა დამნაშავენი. მეგონა მეფის ძალა მისივე დიდ სულოვნება იყო. მეფის მხედრობას გარეშე მტერთან უნდა ებრძოლა. შინაურთა ვითა ურჩთა ვებრძოდი მიტევებითა. შამქორის ბედის სასწორი ერთობამ დასძლია. მერჩივნა მეფის მოძულე მეფის ერთგულად მეკცია. ჩემამდე გიორგი მეფეს 60,000 მოლაშქრის ხმობა შეეძლო. მისი მუდმივი მხედრობა 10,000 იყო. მეფობის 10 წლის თავსა შემეძლოა 60,000 კაცის ხმობა ლაშქარსა. მეფის მუდმივი მხედრობა გაიზარდა ორჯერ მეტი, ვიდრე ჰყავდა მეფე მამასა. შამქორის ბრძოლა დაიწყო 180,000-მა მეომარმა. მეფის მხედრობა 20,000 ივანე მხარგრძელის სარდლობით მიეშველა ალყაში მოქცეულ სოსლანის ლაშქარსა. შამქორის ბრძოლას 38,000 მეომარი დაიღუპა. თითქმის ამდენივე დაიჭრა. მტრისთანა კარგი ბევრად მეტი. დაიღუპა 80,000-მდე მეომარი. თითქმის ამდენივე დაიჭრა. შამქორს მოვიდა მთელი აღმოსავლეთი. სამუსლიმანოს 820,000 მეომარი მოადგა ქართველთა სამეფოსა. სოსლანი უდრეკი მეომარი იყო. მტერმა მოაქცია ალყასა. ხარგრძელმა მიუსწრო. ვერ დარჩებოდა ცოცხალი. შამქორი მეორე დიდგორი ქართველთა სამეფოსა. დამტკიცდა ძლევამოსილება ქართველთა მეფისა. მეორე დიდგორმა გამოაჩინა შური მეფის ძლევამოსილი სარდლებისა. ივანე მხარგრძელი ამბობდა, ბრძოლის სასწორი მე შემოაბრუნეო. სოსლანი იჩემებდა შამქორი ჩემი მოგებულიაო. ამირს პასალარმა თქვა, ორივე მე მემორჩილებოდაო. მერე უთქვია სოსლანსა თქვა, 8 წლი არ დამიფასდაო. ვუბრძანე ამირს პასალარსა, მოესპო ქიშპობა სარდალთა. ყველას 8 წლი დაფასებულიყო.